საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინა საარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დაკვირვებით კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები გახშირდა. ხელისუფლებამ კი მათი პრევენცია ვერ უზრუნველყო. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანდიდატურების მოხსნის საკითხს. საქართველოს მასშტაბით სულ ასეთი 527 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 52 შემთხვევაში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ჰქონდა ადგილი. კახა კოჯორიძის შეფასებით, მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს რეაგირება არასაკმარისი და არაეფექტური იყო. ჩვენ რიგ შემთხვევაში შევეცადეთ, რომ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში პირველ წყარომ დაადასტურა, რომ ზეწოლას და მუხარას ჰქონდა რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით ადგილი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები კონტაქტზე არ გამოვიდნენ ჩვენთან გაურკვეველი მიზეზებით, ესეც ცხადია ბადებს კითხებს, რომ ისინი მართლაც რომ არ იყვნენ შეშინებული და ამიტომაც ხوار შეიკავეს თავი ჩვენთან ურთიერთობაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით უწყებათა შორისი კომისიის რეკომენდაციები უხეშად ირღვეოდა, რაც მის მუშაობას არაეფექტურს ხდიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს მუშაობასაც აკვირდებოდა და მისი გადაწყვეტილებები მიკერძოებულად და არათანმიმდევრულად შეაფასა. დამოკიდებულება არ იყო ერთნაირი სხვადასხვა კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა, როდესაც ეხებოდა საუბარი ოპოზიციური კანდიდატებს, იგივე აპრილში ოქრუაშვილი და ახლა ვარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს საკითხი გადაწყვიტა კანდიდატების საწინააღმდეგოდ, ხოლო როდესაც ეხებოდა მართველი კოალიციის კანდიდატს, გადაწყვიტა მის სასარგებლოდ. ეს რა თქმა უნდა აღნიშნული გადაწყვეტილებები დადებითად არ აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კრიტიკას გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. სპიკერის განცხადებით, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. ვფიქრობ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ყურადღებით გაეცნობიან იმ ფაქტებს, იმ მოსაზრებებს, რომელიც გამოთქმულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ამ ანგარიშში და ასევე ყურადღებით გაეცნობიან იმ რეკომენდაციებს ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ანგარიში საუბარია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს განიხილავდა, მის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არ აძლევდნენ საშუალებას ხელი მოეწერა განკარგულებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას თავმჯდომარესთან განხორციელებული იმ სატელეფონო ზარების შესწავლისკენ მოუწოდებდა, რომლებიც სავარაუდოდ იმამ ყულიევის რეგისტრაციიდან მოხსნას შეეხებოდა. მეორე შუალედურ ანგარიში მოხდა ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა, ასევე ბათუმში გიგი უგულავას, გიგა ბოკერიასა და გიორგი ბარამიძის წინასაარჩევნო შეხვედრის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების მიერ ჩაშლა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 28 მაისს გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებასაც მოითხოვს, რომელშიც 300-მდე პირი მონაწილეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პრემიერ-მინისტრს უპირობოდ უნდა დაეგმო ძალადობის ფაქტები, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება არც ერთ რეგიონსა და ქალაქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებდა. ჩვენ არც ერთ რაიონში, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საქართველოს არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებას ეთანხმება სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელიც. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც იგი გამოვიდა ერთ-ერთ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ ასე ვთქვათ, ქართული ოცნება არ დაუშვებდა სხვა კანდიდატების გამარჯვებას, საკმაოდ ამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს და შეიძლება არაერთგვარ უნდათ იქნას გაგებული პარტიის წარმომადგენლების მიმართ და ასე ვთქვათ, წააქეზოს ის ზეწოლის ფაქტები, რასაც ჩვენი ინფორმაციით ადგილი აქვს. უმრავლესობის წევრთა განცხადებით, მართველი პარტია მზად არის დარღვევებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. ოპოზიცია კი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობაზე საუბრობს. თემა, რომელიც გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო წარმომადგენლები არაკეთებენ რადიკალურ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ვერ დავეთანხმებით, ეხლავე კიდევ ერთხელ კატეგორიულად არა თუ ემიჯნებით, არამედ მზად არის პარტიაც შესაბამისი ორგანოებიც, რომ მოახდინონ
საკმაოდ მკაცრი რეაგირება ნებისმიერ ასეთ თემაზე. მთავარი პრობლემა საარჩევნო გარემოსგან მიმართულებით არის ის, რომ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ რაიმე შეცვალოს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ისევ და ისევ განმეორდები ღარიბაშვილის მოწოდებისგან, რომ ისინი არ დაუშვებენ სადმე რომელიმე სოფელში, ქალაქში, რაიონში გაიმარჯვოს სხვა ოპოზიციურმა პარტიამ. ეს არის პირდაპირი დავალება, რომელიც მიიღეს სამართალდამცავებად, რომელსაც ისინი აღასრულებენ. ასე რომ არავის არ უნდა გაუკვირდეს ის ზეწოლები, რომელსაც ადგილზე აქვს რაიონებში. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომ ამ ქვეყანაში წინა საარჩევნო გარემო გამოსწორდებოდა, ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა ზეწოლა, საარჩევნო ადმინისტრაციები იქნებოდნენ მიუმხრობლები, სამწუხაროდ ეს მოლოდინი არ გამართდა. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ არჩევნების პირობებში, განსაკუთრებით რეგიონებში, თბილისი არ არის საუბარი, ძალიან ხშირი იყო სუსის წარმომადგენლების მხრიდან დაბარებები, ჩვენი წარმომადგენლების, ძალიან ხშირი იყო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, არ ვიცი ეს ინიციატივა იყო, თვით ინიციატივა თუ ზოგადად ცენტრალური ხელისუფლებიდან დავალება, ადამიანებზე ზეწოლა, ადამიანებზე მუქარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობის წევრებს რეკომენდაციით მიმართავს. თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს. მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.